რას იფიქრებთ, რომ გითხრათ, ჩვენს გარშემო არსებობს უამრავი სახის საკვები, რომელმაც არათუ რაიმე დაავადება არამედ ჩვენ სიცოცხლესაც კი შეიძლება საფრთხე შეუქმნას. და უფრო მეტიც, ამ ვიდეოში ჩამოთვლილ საკვებ პროდუქტებზე ყველა ჩვენგანს მარტივად მიუწვდება ხელი. ამ ვიდეოში მოგიყვებით ტოპ 10 საკვებ პროდუქტზე, რომელიც გარკვეულ შემთხვევაში შეიძლება ადამიანისთვის სასიცოცხლო საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს. საშიშად და გაუგებრად ჟღერს, თუმცა როდესაც აგიხსნით თითოეულის მოქმედების მექანიზმს, ყველაფერი გასაგები გახდება. ამიტომ ბოლომდე უყურე ვიდეოს, რათა არ გამოგქცეს არც ერთი მათგანი. პირველი ჩვენს ტოპ ლისტში არის ვიცი, ეს ყველაფერი პარადოქსულად ჟღერს, თუმცა მოიცადე და აგიხსნი ზუსტად რას გულისხმობ ამაში. ვაშლი ზოგადად ჯანსაღი პროდუქტია, აქ ორი აზრი არ არსებობს და ზოგადად ის ჯანმრთელობის სიმბოლოსაც კი მოიაზრება ხოლმე. თუმცა როდესაც საქმე ეხება მის კურკებს, აქ ყველაფერი შეიძლება სახიფათო გახდეს. ვაშლის ის პატარა კურკები შეიცავენ ნივთიერებას, რომელსაც ამიგდალინი ჰქვია და ჩვენს ორგანიზმში ის გარდაიქმნება მომწამლავ ციანიდად. ციანიდების შესახებ ალბათ უმრავლეს თქვენგანს ყური მაინც ექნება მოკრული, რამდენად ტოქსიკური და მომწამლელი ნივთიერებებია ისინი. მაგრამ როგორ მოქმედებენ კონკრეტულად ციანიდები ჩვენს ორგანიზმში, ამას ეხლა აგიხსნი. ციანიდი ბლოკავს ორგანიზმში კონკრეტულ პროცესს, რომელსაც უჯრედული სუნთქვა ჰქვია და შესაბამისად იწვევს უჯრედულ დონეზე ადამიანის გაგუდვას. ანუ ადამიანი შეიძლება სუნთქავდეს, გარემოდან იღებდეს ჟანგბადს ფილტვების დახმარებით, ეს ჟანგბადი სისხლშიც ტრანსპორტირდებოდეს, თუმცა უშუალოდ სამიზნე ადგილას, ანუ უჯრედებში ვერ ხდებოდეს ამ ჟანგბადის გამოყენება. აი სწორედ ამას იწვევს ციანიდი, ანუ უჯრედულ დონეზე სიკვდილს, მიუხედავად იმისა, რომ სისხლში ნორმალური რაოდენობის ჟანგბადია წარმოდგენილი. თუმცა ამ ვიდეომ რომ პანიკა არ გამოიწვიოს, აქვე გეტყვით, რომ მთლიანად გადაყლაპული ვაშლის კურკები ძირითად შემთხვევაში ვერ მოინელება და ისევე ტოვებენ ადამიანის ორგანიზმს. აქ არის ლაპარაკი კურკაზე, რომლის მთლიანობას დაირღვევა და შესაბამისად ორგანიზმს მიუწვდება უკვე მის შიგთავსზე ხელი და კონკრეტულად იმ ნივთიერებაზე, ანუ ამიგდალინზე, რომელიც დასაწყისში ვახსენე და შემდეგ მეტაბოლური პროცესების შედეგად ამიგდალინისგან წარმოიქმნება ციანიდი. აქვე გეტყვით რა ნიშნები აქვს ციანიდით მოწამვლას. პირველ რიგში თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, სუნთქვის უკმარისობა, გულყრები და რა თქმა უნდა გონების დაკარგვა. მეორე ადგილს ჩვენ სიაში იკავებს ყველასათვის საყვარელი პროდუქტი, რომელიც არის კარტოფილი, თუმცა ამ შემთხვევაში საუბარია გამწვანებულ ან გაღვივებულ კარტოფილზე. გავსი კარტოფილი შეიცავს კონკრეტულ ნივთიერებას სახელად სოლანინს. ამ ნივთიერებას კი აქვს ნეიროტოქსიური ეფექტი. უფრო მარტივად რომ აგიხსნათ, ის ბლოკავს კონკრეტულ ენზიმს, ანუ ფერმენტს ნერვულ სისტემაში, რის შედეგადაც ნერვული უჯრედები ზომაზე მეტად და ზომაზე ხანგრძლივად აღიგზნებიან. ამას გარდა ის იწვევს უჯრედის გარსის, ანუ მემბრანის დაზიანებას, რის შედეგადაც უჯრედის სიკვდილი გარდაუვალი ხდება. და აქვე ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის, რომ ეს ტოქსინი მოხარშვის, ანუ ტემპერატურის მიმართ მდგრადია, რაც ნიშნავს იმას, რომ მსგავსი კარტოფილის მომზადების დროს ეს ტოქსინი არსად არ ქრება და მას მაინც ვიღებთ ჩვენ ორგანიზმში. შემდეგი არის უმი ან არასაკმარისად ცივად შენახული სუში. სუში ყველასთვის საყვარელი საკვებია, თუმცა ეს პროდუქტი არის პარაზიტებისთვის და ბაქტერიებისთვის პირდაპირ სამოთხე, თუ მისი სწორად შენახვა არ მოხდება. არასწორად ან არასაკმარისად ცივად შენახულ სუშიში მრავლდებიან პარაზიტები, რომელთაც შეუძლიათ ჩვენს ნაწლავში მოხვედრის შემდეგ გაარღვიონ ნაწლავის კედელი და ამ გზით გავრცელდნენ მთელს ორგანიზმში. მსგავსი მწვავე და ინვაზიური ინფექციების დიაგნოსტირება, რა თქმა უნდა, დროულად უნდა მოხდეს და მკურნალობაც დროულად დაიწყოს. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება ადამიანი მივიდეს სეფსისამდეც კი, რაც ადამიანურ ენაზე რომ ავხსნათ, არის კრიტიკული და არაკონტროლირებული რეაქცია ორგანიზმის მხრიდან ინფექციურ ფაქტორზე, რაც საბოლოოდ ეფექტურად ვერ ებრძვის ინფექციას და პირიქით აზიანებს ადამიანის ორგანიზმს. შემდეგი პროდუქტი, რომელიც ამ სიაში მოხდა, არის ჩემთვის პირადად ფავორიტი და ის არამხოლოდ გემრიელია, არამედ სასარგებლოც არის, თუმცა აქ უნდა ვიცოდეთ ერთი ნიუანსი, რომელსაც აუცილებლად გეტყვით. ეს პროდუქტი არის თაფლი და დარწმუნებული ვარ, ამ პროდუქტის ესეთ სახიფათო სიაში მოხვედრა ყველასთვის მოულოდნელი იქნება და ახლა გეტყვით სწორედ იმ ნიუანსს, რაც თაფლის შესახებ უნდა ვიცოდეთ. კონკრეტულად თაფლის სასიცოცხლო ცაში შეიძლება იყოს 12 თვემდე ახალშობილებში. რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს ახალშობილებში ბოტულიზმი. ის შეიძლება შეიცავდეს Clostridium botulinum-ის სპორებს, რომლებიც შემდეგ ახალშობილის ნაწლავში მომწიფდებიან და შემდეგ უკვე განვითარებული ფორმები იწყებენ ბოტულინუმის ტოქსინის სინთეზს. ბოტულინუმის ტოქსინი კი ჩვენს
ორგანიზმში იწვევს ნეირომუსკულარულ ბლოკადას და ამას მარტივად აგიხსნით რას ნიშნავს. ზოგადად ჩვენი კუნთებისთვის აუცილებელია რომ ჯერ ნერვი აღიგზნოს, შემდეგ ნერვიდან მივიდეს ეს იმპულსი კუნთამდე და შემდეგ კუნთი შეიკუმშოს. ესე ვაკონტროლებთ ჩვენ მაგალითად ნებით ან უნებლიე მუსკულატურას მთლიანად ჩვენს ორგანიზმში. რა თქმა უნდა თავისა და ზურგის ტვინის დახმარებით. ბოტულინის ტოქსინი კი აი სწორედ ამ ნერვისა და კუნთის ერთმანეთთან კომუნიკაციაში ერევა და ბლოკავს ამ ყველაფერს. შედეგად ორგანიზმში ხდება როგორც ნებითი, ასევე უნებლიე კუნთების დამბლა. მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი კუნთების, როგორიც არის სასუნთქი კუნთები და დიაფრაგმა. შესაბამისად, ამ გზით ადამიანებში ვითარდება სასიცოცხლო საშიში მდგომარეობა, სადაც ადამიანს სხვა მრავალ სიმპტომთან ერთად უვითარდება სუნთქვის უკმარისობა. შემდეგი არის არაპასტერიზებული რძე, ანუ სოფლის რძეს რომ ვეძახით. დარწმუნებული ვარ, აქტიური განხილვის საგანი იქნება სოფლის რძემ როგორ უნდა ავნოს ადამიანს, ეს ხომ ყველაზე ჯანსაღია, ბუნებრივია და ასე შემდეგ. თუმცა ეხლავე აგიხსნით, მსგავსი პროდუქტი, რომელსაც არ აქვს გავლილი პასტერიზაცია, განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, ორსულებისთვის და ადამიანებისთვის, რომელთაც დაქვეითებული აქვთ იმუნიტეტი. რატომ? იმიტომ რომ არაპასტერიზებულ რძეში შეიძლება ცოცხლობდნენ ისეთი მიკროორგანიზმები, როგორიც არის მაგალითად სალმონელა, კამპილობაქტერია, ეშერიხია კოლი და რა თქმა უნდა ლისტერია. ესენი სხვადასხვა ბაქტერიებია, რომლებიც სხვადასხვა ინფექციებს იწვევენ. განსაკუთრებით ბოლოს აღნიშნულს, ანუ ლისტერიას შეუძლია გამოიწვიოს ინვაზიური ინფექციები და მენინგიტიც კი. განსაკუთრებით მაღალი რისკით ხასიათდება ესეთი ინფექციები ორსულებში, სადაც ამ ყველაფერმა შეიძლება ნაყოფის დაზიანება, აბორტი და მდრაჩობადობაც კი გამოიწვიოს. პასტერიზაცია რომ გაუგებრად არ ჟღერდეს, აქვე აგიხსნით რას გულისხმობს ეს ყველაფერი. პასტერიზაციის დროს გარკვეული დროით კონკრეტულ ტემპერატურაზე გაცხელდება რძე, მაგალითად 72 გრადუსზე 15 წამის განმავლობაში ან 63 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში, რაც იწვევს ზემოთ ჩამოთვლილი პათოგენური მიკროორგანიზმების დახოცვას რძეში, იმის გარეშე რომ მოხდეს რძის მთლიანად სტერილიზაცია. ეს ყველაფერი კი ხდება რა თქმა უნდა კონტროლირებულ გარემოში, სადაც მოწმდება ამ მეთოდის ეფექტურობა და შემდეგ რა თქმა უნდა ამ პათოგენური ორგანიზმების რაოდენობა კონკრეტულად პასტერიზებულ რძეში. იმედია გასაგები იყო თქვენთვის რომ პასტერიზაცია არაფერი სახიფათო არ არის და პირიქით ხელს უწყობს იმას რომ ჩვენ ვისიამოვნოთ ჩვენი საყვარელი პროდუქტით ისე რომ მაქსიმალურად შემცირებული იყოს რისკი კონკრეტული ჯანმრთელობისთვის სახიფათო მიკროორგანიზმების რძესთან ერთად მიღების. შემდეგი ჩვენს ჩამონათვალში მოხდა სასიკვდილო სოკო, რომელსაც ამანიტა ფალოიდეს ჰქვია. სახიფათო ის არის რომ ის ძალიან გავს ჩვეულებრივ საკვებად ვარგის სოკოებს და ადამიანს შეიძლება ის მარტივად აერიოს, რაც ამ შემთხვევაში საბედისწერო შეცდომა იქნება. სოკოს ეს სახეობა შეიცავს ამატოქსინებს, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში ბლოკავენ უმნიშვნელოვანეს ფერმენტს უჯრედში, რომელსაც RNM პოლიმერაზა ჰქვია. ეს ფერმენტი გადამწყვეტ როლს თამაშობს ჩვენს უჯრედში ცილების სინთეზში. მარტივად რომ აგიხსნათ, თუ ცილების სინთეზი ვერ ხორციელდება უჯრედში, მაშინ ორგანიზმის სიკვდილი გარდაუვალი ხდება. და სწორედ ეს ხდება ამატოქსინებით მოწამვლის შემთხვევაშიც, განსაკუთრებით ზიანდება ღვიძლი, თირკმელი და ნაწლავები. მნიშვნელოვანი კი აქვე ის არის, რომ არც გაყინვა, არც მოხარშვა და არც დამარინადება ამატოქსინების ინაქტივირებას არ იწვევს. შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ ამ სოკოს, რომლის სახელშივეა აღნიშნული მისი სახიფათო გავლენა ჩვენს ორგანიზმზე. შემდეგი ჩვენს ჩამონათვალში არის ქეშიუ, რომელიც უმრავლესობისთვის საყვარელი თხილეულია. ქეშიუ იზრდება ხეზე, მისი უმათმირთმევა კი არაფრით არ შეიძლება და აუცილებელია მისი სითბოთი დამუშავება და ასე ვთქვათ მოხალვა. ქეშიუ უმად შეიცავს ნივთიერებას ურუშიოლს, რომელიც უმრავლეს ადამიანში იწვევს კანის ინტენსიურ ქავილს და დერმატიტს. უმად და არასაკმარისად დამუშავების შემთხვევაში ქეშიუმ შეიძლება სასიკვდილო ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს, განსაკუთრებით ბავშვებში. შემდეგი არის წითელი ლობიოს მარცვალი. ლობიოს მარცვლები ზოგადად საუკეთესო მცენარეული ცილის წყაროა და რა თქმა უნდა ჯანსაღი საკვები პროდუქტია, თუმცა მნიშვნელოვანია აქაც ვიცოდეთ ეს ნიუანსი, რაზეც მე მინდა მოგიყვეთ. ლობიოს წითელი მარცვალი შეიცავს ნატურალურ ცილას, ლექტინს, რომელიც ორგანიზმში მოხვედრიდან რამდენიმე საათში იწვევს გულისრევას, ღებინებას, დიარეას და მუცლის ძლიერ ტკივილს, რადგან ეს ნივთიერება ლექტინი არის მცენარეების დაცვითი მექანიზმი, როგორიც მაგალითად ჩვენი იმუნური სისტემა. კარგი ამბავი კი ის არის, სწორი მომზადების შემთხვევაში ეს ლექტინი მცენარეებში ნადგურდება და შესაბამისად წითელი ლობიოს მარცვალით ჩვენთვის უსაფრთხო ხდება. მაგრამ რას ნიშნავს სწორი მომზადება? აქვე ესეც უნდა ავხსნათ. ამისთვის მნიშვნელოვანია ეს მარცვლები მოვათავსოთ წყალში 4-5 საათის განმავლობაში, შემდეგ გამოუცვალოთ წყალი და დაახლოებით 10-დან 30 წუთამდე ვადუღოთ. რის შედეგადაც ისინი გადაიქცევიან უსაფრთხო, მაღალცილოვან
და ჯანსაღ საკვების წყაროდ. შემდეგი არის რევანდი. ეს შეიძლება უმეტესმა თქვენგანმა არ იცოდეს, რადგან საქართველოში ეს ხილი არც თუ ისე პოპულარულია. ის ძირითადად გამოიყენება კონდიტორიაში და სხვადასხვა ნამცხრების ინგრედიენტად. მისი ფოთლები კი შეიცავენ დიდი რაოდენობით ოქსალის მჟავას, რომელიც არის მჟანგავი ნივთიერება და დიდი რაოდენობით ორგანიზმში მოხვედრის შედეგად შეიძლება თირკმლის უკმარისობა და სიკვდილიც კი გამოიწვიოს. ამიტომ ზედმეტი დოზით მიღებას ადამიანი უნდა მოერიდოს, თუმცა ვფიქრობ საქართველოში მისი დაბალი პოპულარობიდან გამომდინარე, ეს არც თუ ისე დიდი საფრთხის შემცველი რამ არის. თუ ვცდები დაწერეთ კომენტარებში, თუ იცნობთ ამ ხილს და თუ იყენებთ. ბოლო კი დღევანდელ ჩამონათვალში არის მუსკატის კაკალი. ის გამოიყენება მაგალითად პასკის ცხობისას და აძლევს მას განსაკუთრებულ არომატსა და გემოს. ასევე ის აქტიურად გამოიყენება როგორც სანელებელი, როგორც ხორცის, ასევე თევზის კერძებში, მაგრამ მისი დიდი დოზით მიღება შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს. რატომ? იმიტომ რომ მუსკატის კაკალი შეიცავს დიდი რაოდენობით მირისტიცინს. ეს არის ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელიც ასევე ციტოტოქსიურია, ანუ ის ჩვენს უჯრედებზე ტოქსიურად და დამაზიანებლად მოქმედებს. წარმოიდგინეთ 2-3 ჩაის კოვზის მიღებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს გულყრა, გულისრევა, თავბრუსხვევა და ჰალუცინაციები. თუმცა როგორც წესი, მუსკატის კაკალი გამოიყენება მცირე რაოდენობით მხოლოდ არომატისა და გემოს ცვლილებისთვის და როგორც წესი ამ ინტოქსიკაციის საფრთხე ნაკლებია. დღევანდელი ვიდეოსთვის სულ ეს იყო მეგობრებო, ვფიქრობ საინტერესო ვიდეო გამოვიდა. დააკომენტარეთ ამ პროდუქტების შესახებ, რომელს იყენებთ და თუ იცოდით მათი ამ ტოქსიური თვისებების შესახებ. გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო. მე კი შევეცდები ყოველ კვირას საინტერესო სამედიცინო ფაქტებით დაგიბრუნდეთ.